გაუმარჯოს. საღამო მშვიდობისა, ჩვენო ერთგულო ტელემაყურებელო. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ხუთშაბათია, როგორც მოგეხსენებათ, საღამოს 10 საათი და თქვენ უყურებთ პაატას და ნიკას შოუს. რუსთავი ორზე რაღაც თქმა უნდა. ჩვენ შოუს კი მუსიკალურად აცოცხლებსა, კეიფისა და დროსტარების ხასიათზე გვაღერებს ქსოვრელები და გიორგი შოშიდაშვილი. აბაჰე, მიდი გადადი ამბების მიმოხილვაზე, ჩემო კარგო. ცოტა ხანი მოიცადე, მასეც ნუ ვიჩქარებ ჩემო ძმაკაცო. მე კი არ მეჩქარება, მეცნიერებმა დადეს კვლევა, რომ დედამიწის ბრუნვა აჩქარდებაო და ჩვენს თუ არ ავყევით, დაგვათენდება. უი, ანუ ეგ მართალია, კაცო, რო ამბობდნენ მაგას. ესე იგი, გუშინ რომ გამოვედით იმ რესტორნიდან და ფეხი რომ ერეოდა. იმ 4 განსხვავებულის ბრალი გერ ყოფილი, ეგ დედამიწის აჩქარების ბრალი არის, ახლა მივხვდი რა. ცოტა მომეშვა გულზე, მეთქი მალე ვთრებით. იგი ეგრეა, შენ განსხვავებულებს აღარ შეგეშინდეს ხოლმე აწი, დედამიწის ბრალი იქნება და უარს ნუ მეტყვი, მაგას ვერ დავლევო. მოკლედ ისე მიდის საქმე, მე მგონი არაყის და ღვინის მაგივრად დრამინას დალევა მოგვიწეს ყოველ საღამოს. ისე ერთის მხრივ კაია. ხელფასი უფრო მალე ჩაგვერიცხება ხოლმე, აი ხედა. მეცა. ის შენი ვალი რომ მაქვს. უფრო ჩქარა მექნება მოსაცები ესე გამოდის. არ მაწყობს გემოცება ვერანდა. არა უშავს, აწი ისწავლი ჭკუას და რაჭველებისგან ისესხებ ხოლმე. მაგათის მნიშვნელობა რა აქვს, დედამიწა აჩქარდება თუ მზე. მაინც ისევ დინჯად გაგრძელებენ ცხოვრებას, რა ენაღლებათ მოდი. ვენაცვალები მაგათ, აბა რა. დედამიწა უფრო ჩქარა თუ ვიბრუნებს 7-8 თვეში ერთხელ მოგვიწევს ახალი წელიწადი. რა მაგარია ბიჭო, საცივები 7-8 თვეში კარგი. ეგ კია მაგარი, მაგრამ ყოველ 7 თვეში ტეხასმოტრი გვაწყობს. დაფიქრდი უკუჩვენებების აქ. აი ბატონო, მაშინ უკეთეს გეტყვი. მიხოდამაროს ყურება უფრო მალმალე მოუწევს ამ კარგ ხალხს. ცუდია? არ არის ცუდი. ეგ მაგარია. თან ისევ რუსთავი ორზე რომ გადმოვიდა ეგ სერიალი, ყველას ძალიან უხარია. აკარებ დედამიწასაც და შენელებულსაც. და მოკლედ ჩემო ძირფასებო, აწი უკვე რუსთავი ორზე ყოველ შაბათ კვირას გელოდებით 9 საათიანი კურიერის დასრულების თანახმად. ძალიან სასაცილო სერიები გელოდებათ. კი ბატონო, ამ შაბათ კვირას განსაკუთრებით. კარგი, მაშინ გადავიდეთ სხვა ამბებზე. დიახ. პოლონეთში დააკავეს დელივერი კურიერების ჯგუფი, რომლებსაც ბოლო შეკვეთა არ მიქონდათ კლიენტთან. იკრიბებოდნენ და კეიფობდნენ. რა სიძახი, სად მოისმინე ხა კურიერების ამბავი რა. კურიერში, სად მოისმინე? კურიერების ამბავი კურიერში. რა კნას აბა კურიერმაც. მშიერი კაცი რომ წაიქცეს, სადმე მეორე დღეს ვინ დაარიგებს შეკვეთებს. კი, მაგრამ არა, მაინც სწორი საქციელი კაცო. წარმოიდგინე, ელოდები ხინკალს და ამ დროს პოლიცია გირეკავს. თქვენი შეკვეთა დაკავებულია მესამე სადღეგრძელოზე. კარგია? ზიხარ ელოდები მწვადს და ტელეფონზე მოგდი შეტყობინება. თქვენი შეკვეთა შეჯმულია სიყვარულით და ბატონობით. თან ნამუსენადაც იქცეოდნენ თურმე. ვის სახელზეც იყო ეს შეკვეთები, იმათ სადღეგრძელოს აუცილებლად სვამდნენ მესამე ჭიქრას. ისე იყვნენ განაგლებულები, კლიენტს დაურეკეს და უთხრეს, რა არის ეს მარტო პიცა რო შეგიკვეთია, მწვადი და ცოტა დასალები. პიცა გვეყოფა ჩვენო? ბოლოს თვითონ საკურიერო ფირმამ შეიტანა ამათ შეჭვიდა რატო თუ იცი? სამუშაოს დაწყებით დღიდან რომ საეჭოდ მოპუტკუნდნენ თურმე. ესმის ცოტა გაიღონა მოტოციკლი და რაცა და დაგავების დროს პოლონეთის სპეცრაზმ სანამ შემოსრებულების სადღეგრძელოზე საბადნობელი არ დაალევიეს, მანამდე არ გაყვნენ თორმე არ ჩაბარდნენ ცოცხალი თავი. ახლა კურიერი რამეს რომ მოგიტანთ, კომლესავილი კვილები უნდა დააკრეჭინოთ, ჩაურვა ხوارა კვილებში და მივხვდებით რაშია საქმე. ისე
ჩვენ ხსოვრელებს ერთი მინდა ვკითხოთ, თქვენს ეგრე ხო არა ხართ და ბოლო შეკვეთა სახში ხო არ ღერი ხართ ხოლმე, აბა სად გაქრით თქვენ ოჯახ აშენებულებო გუშინ იმ სუფრიდან მე და პაატას რომ მოგვიწია სიმღერა. გზა დაგვილოცე. მე მედრებით ყველაც მე და დაანები, მაინც ჩვენები არიან. დაიღანენ ეთყობა ბიჭები და დავიდნენ. აი, მაცადე და დღეს იმას რატო არ მღერი ხართ? შეგედი ახლა ნაირად ვიყურებენ ახლა. შეგედი ახლა. ხვალ რა დღეა? ხვალ რა დღეა და პარასკევი და პარასკევი რა დღეა? რა დღეა ჩემო ბატონო და რა დღეა პარასკევი ჩვენი პატას დაბადების დღეა გენაცვალე ბატონო. დიდი მადლობა. ასე მოკლედ დაბადების დღეა. დიდი მადლობა, კარგია რომ აქ აღინიშნა და ხვალ აღარ შემაწუხებთ. ხვალ ჩვენ ორი დღე არ ვიქნებით, მე პირადად. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ვიდრე ისედაც ვარ და ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო, რა ვიცი, თან ასაკიც მემატება და არ მიყვარს აღნიშნა. თავს ხო უნდა მივხედო, აი, დიეტოლოგების საინტერესო კვლევა ვნახე და გეტყვით ახლა. მიასმელებ რაო? კარაქიანი პური ახტუნებს. აუ. ბებიაჩები გავახსენდა ბიჭო. ფიზიკალად არის. ეგ მართალია თუ არა არ ვიცი, მაგრამ სარბენ ბილიკზე თუ ჭამ, მაგ შემთხვევაში ალბათ კი. არა ვიცი, ეს დიეტოლოგი ამბობდა, დამიჯერეთ და კარაქის დიეტაზე დადექით, თორემ ჩემსავით ბარიატრია დაგჭირდება თუ. ალბათ მართალია. კი ბატონო. მე როგორც ვიცი, კარაქი იმ შემთხვევაში ასუქებს თუ ტაფაზე დააგდებთ, კაი დიდ ნაჭერს, ზედ კაი მწვადის ნაჭრებს დაალაგებთ მოსაბრაცად, მერე კარგ გუდისყელს დააყოლეთ, ერთ კახური შოტიც. ერთ სამლიტრა ღვინოსაც მიაშველებ. გაჩერდი. აი, ბიჭო, შემიღონდა გული. გიორგი, სუფრის კოზებით რომ ჭამ, დილაობით, ჩავხიზილალას გენაცვალე, კარაქიანი პური მიაყოლე და გახტები. ჩემსავით წიწყვი. მამა ზოოპარკში ფულის დაზოგვის მიზნით კარგი გადასვლა იყო მინდა ხო იაფიანი თევზი მიიტანეს ცხოველებმა არ ჭამეს ნახოთ ვიდეო შეგედე როგორ არიდებს პირს ხეკი და მოივაუთ ახლა მას დაახლოებით ისე არიან კაცო დალევა არ უნდა და აძალები შეხედე თან როდინძელი განაყინი იყო ეს თევზები კაცმა არ იცის ზოოპარკის ერთ ბინადარ თევზს მსხონებული ბაბუამისი უცვლია. ისე ზუთხს და კალმას თუ მაჭმევენ, დამსვან კი ბატონო ლომის გალიაში და ეს ვიბრდღვინებ საათში ერთხელ. არ არის პრობლემა. რას მაიმუნები ყოფილან გამრაზებულები. გასიძახი რა. რას მაიმუნობს ეს ზოოპარკის ხელმძღვანელობა? ვერ გავიგეთ ვერაფერს. აბა რა, ცხოველს შენ მოატყუებ? რაც მიწის ზემოთაა, იმდენი 2 მიწის ქვეშ. კი, მასია. თხუნელაზე თუ ამბობ? გავაგზავნებ ცხოველების თემას. მოკლედ მეხანძრეებმა სახლში შეპარული დათვის ბელი უვნებლად გამოიყარეს გარეთ. კაია, მერე. ჩააბარებენ მაგასაც იმ ზოოპარკში ეგერ და დასვამენ გაყინულ და იაფიერ თევზზე. მე მგონი დაიტოვეს და თურმე მეხანძრეებს დათვის ბელისთვის სახელიც კი დაორქმევიათ. კაი, კაცო, რა კარგია. რა დაარქვეს? დათ რას დაარქმევდნენ, კაცო, დათ. ო. დათო. და
ეს დათოს მამა ყოფილა გაგიჟებული, ბაბა დათო. რა ხალხი ხართო, ბიჭო, საკუთარ სახში ბელი ვერ დაგიტოვები ადამიანს, გერა და დათო. ტყუილად ვიხდი, მაგ სახში იპოთეკას გავგიჟდი. ხოდა ლუის დაურეკავს ცოლისთვის. ეს მეხაცდები რაღაც სუდად დადიან თურმე უბანში და ბოკვერი მათუ არ დატოვო სახშიო. კაი, შევცვალოთ თემა და შენ ის თუ იცი შემოქმედებითი ადამიანების ორგანიზმი უფრო გვიან რო ბერძდება. ფაქტია. შემოვხედეთ. არა და რამდენი წლის ვარ? განსაკუთრებით ეს. აბა, გამეთქო ხომია ხასოზაშვილის რო. იმიტომ გამოვიყურები ჩვენ ასე ახალგაზრდულად შემოქმედებითი ადამიანები რო ვართ. უი ამ გახსენებაზე რაკენი აიღებს მე კი ავირო შესაძლებელი ვარ ბარაც გავვიდა ვადა ერთად მივიდეთ კი ბატონო ხოდა მან მეორე მიზეზიცაა შემოქმედ ადამიანებს ყავა ხომ უყვართ თურმე და ყავა კიდევ დამატებით უშლის ხელს დაბერებას იცოდი კაია ყავა დაბერებას როგორ უშლის ხელს ნუ გადამრია ახლა რაღაცას როგორ და დალიე დღეში 12 ჭიქა ყავა ხევს გული და აღარ დაბერდები ხატია რასმელა პარაგე 12 კაი ნუ გაგისდა გული მართლა კი არა ჩვენს მემონტაჟეს ვაშინებ ჯაბანას დღეში 3 ლიტრი ყავას ვეცვავს ეგრო ყავას ვსვავს ავას იმდენს ვსვავს ეგრო ახალგაზრდავებდეს ყოველთვე ეკნებოდა ჭიბლარი გადასაკეთე რუბინი ერთი რახი ჩამსული ღვარა ახალგაზრდავებაზე გამახსენდა ჩემო ნიკოლოზ და ყავაზე რამ გაგახსენა არ ვიცი მაგრამ რუსთავში სიდედმა სიძეს თუმე მანქანა სპეციალურად დაუმტრია აი სიდედმა სიძემ მანქანა ისე იყო დამტრეული გამიხარდა თავიდან მაგრამ სახში რომ მოვედი სიდედს ერთნაკაცრი არ ქონდა რატომ დაამტრიო რას მერჩოდიო სიძეს უკითხავს და იმიტომ დაგიმტრიე რომ ახალი უნდა მეყიდაო და სიძემ რატო არ მიყიდე მერეო მოგადავხედე ფასებს ზვირი იყო და მეტად აი სამაგიეროდ სიძემ დაასაჩუქრა მერე სიდედრი ახალი მანქანი მართლა შავი ცოტა მოგრძო ფამილებიანი მანქანაა შარი რა სამაგიეროდ სადაზღვევო კომპანიაში გაჩნდა ახალი პროდუქტი სიდედრისგან დაზღვევა ანუ მანქანა შეიძლება იყოს ნაავარიები დანაძირი და სიდედრისგან დამტრა კი ბატონო ახლა მაგარი ვიდეო უნდა განახოთ ელექტრომობილს უკან ჩამული აქვს დაქოქილი გენერატორი და ისე მოძრაობს ნახეთ ვიდეო როგორია ის ტესლა ილონ მასკმა მოიგონა და ეს დვიჟოკის მიმაგრება ილო გდანსკმა ხოდა ეგ ილო გდანსკი შეიძლება მასკმა იყაროს სამსახურში აბა თუ მანამდე ტესლას აქციები არ გაყიდა და რუსთავის ავტობაზრობაზე დვიჟოკების ბიზნესი არ მოხდა ჩვენმა ილონმა გადაც სახსოვსია ეს იდეალური გვერდით თუ ამოგიდგება ეს მანქანა შეგიძლია შენი მანქანა შეაერთო და დატე ეს ერთგვარი ის არის აბა გადაწყვეტა ილონ მასკი ახსენეთ და ნასამ ხელმისაწვდომი გახადა უცხო პლანეტელებზე მასალები და გაირკვა რა სიძახი რა გაიგო რომ ბევრი უცხო პლანეტელი ჩვენ შორის ცხოვრობს და არ ვიცი აი დაჩერცეთ შეხედე შენ მე ამ ბოლოს კი გამიშდა ეჭვი აი იმ დღეს კურიერმა შაურმა მომიტანა და ვერ მაგებინებდა მიწერიენით არ ლაპარაკობდა არც ერთი მიწერი არ დაემთხვა თუ გამაგიჟა კინაღამ ხო იცი ეგ იქნებოდა არ გამორიცხო და მე იმ კაცზე მაგეჭვი იმ დღეს რომ შეხვდა ბაზართან მე და შენ აქვია ისა არა რასამობ კაცო ეგ არის ხაშურელი გივია ხوار გაგიჟდა ხაშურელი არ შემერა ხაშურს ენახა ვენერას გან უცხო პლანეტელები ფრინავი თემშები დაფრინავენო აი ეგ თვა მართალი კი მასია ნამდვილად გეთახმები და ეს მსუქარი უცხო პლანეტელები რით დაფრინავენ ნეტა ეგეც მაინტერესებს ეგენი ქვაბით ავიცნობი ამჯერა ფრინავი თემშების მარტო ქორწილში თუ მაგ და არა ერთხელ კელერიშიც ვნახე ფრინავი თემში თავად გადაცული მამაკაცი იყო და დედრათ მოიხსენია და
გაფრინდა ეს. კი ბატონო. არა, მე მაინც ხაროზე უფრობა გეჭვ. დღეში 20 ნაყის ჭამს და არაფერი მოიგო. აი ხაროზე გამახსენე რა. აი საქართველოში ჩამოდის თურმე კეინი ვესტი. მაგას რა ქვია სახელი ბოლო? არ ვიცი, ჩვენ ესე ყველა მიხვდებით. შევარცხლე რათლიაბის დაარქვი, დათო. აგერ არ ქვია დათო. მოკლედ, შენ ჩამოდის კარგი. იხურე და ორ დღეში ყველა ბილეთი გაიყიდა და ჩვენ სპექტაკლზე 23-ში მაგიტო დარჩა 24-ის ბილეთები. მაგის ბრალია ყველაფერი და იჩქარე და წავა მაგი და მერე მომადგები. მოკლედ 24-ში დარჩენილია პაადაგულიაშვილის კომედიის თეატრში ბილეთები და იჩქარე სულ რამდენიმე ბილეთი და დარჩა გაყიდვაში. მოკლედ ყველა ბილეთი გაყიდულია. ეგეც არ ვყავთ ესაღა გია სურამელაჩი. აქამდეც უნდა ჩამოსულიყო სხვათა შორის ეგ, მაგრამ თბილისში ისეთი ხარია ორჯერ წააფრიალა თურქეთის აეროპორტამდე უკან. მობისვინე, დედამიწაზე შემომდგარი რო რეპავს. ხო ეგარ? სად იყო ეგ ვესტია თუ რაც არის, კაინია თუ რაც არის. მე და არაბიძე დედამიწაზე შემომდგრები რომ წაღვერო და თბილის ვღეროდით, აბა? ცოტა ნასვამები მართალია, მაგრამ მე რა მოხდა, კაცო? შეხედი ახლა ვერ გამოგხედეს სამგე არ ჯერა. არ ჯერა. ჯერა თუ არ ჯერა? არ ჯერა. კარგი ბატონო, ეხლა ვნახოთ ვიდეო, ჩვენ როდის ვღეროდით დედამიწის შუაგულზე წევიდან. გაუშვით. წავედით.